გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასოვდარე მაყურებლებო. პროექტი საქართველოს გუშინ დღეს ყვალ აგრძელებს თავის სერიალებს. დღესაც ორშაბათის დღეა და ამ ძნელბედობის ჟამს და გზის გასაყართან სახელმწიფოს თვალსაზრისით ხვდებით ერთმანეთს. ჩვენთან სტუმრად არის უღირსეულესი ადამიანები. პირადად მას და არა მარტო მე დიდ მადლობას ვუხდი, რომ ესეთი შვილი აღზარდა. ზურაბ ცეცხლაძის მამა, ბატონო ზურაბ ცეცხლაძე, მოგესალმებით ბატონო ზურაბ. მადლობელი რომ მოგძანდეთ და ავეცე ხა. სიტყვების არ ყოფნის ესე მდგომარეობაში ვართ რა. ჩვენი galaktionis არ იყოს, ჩვენი საქმე არის ძლიერ კარგად, ჩვენი საქმე ძლიერ ცუდად არის, ხო? გააჩნია საიდან შეხედავ რა კურსიდან, რა სიმაღლიდან, რომელი განზომილები და იქიდან ასე ჩანს, აქედან აბა ერთი ბიძინა შეეკითხეთ, აბა მაშინ სხვაში გინდა თქვენ შვილს და ამ გმირ ბიჭებს შეეკითხენ, ახლა როგორა ჩანს ეს ყველაფერი და თალგითხა პირდაპირ მათი აზრი და ეს მე პირადად და მე მგონი დიდ უმრავლესობაში თუ არა დიდ იმას წარმოვადგენ მათი აზრი ამ მიმდინარე მოვლენებისთვის ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი რა. შეიძლება გადამწყვეტეთ მთელ რიგ საკითხებში რა თქმა უნდა. ცხოვრება მრავალწახნაგოვანია და ყველაფერში კაცი ვერ იქნება. ყველაფერში აბსოლუტურად, მაგრამ რაშიც არიან, მათ დიდი მადლობას ვუხდი პირადად და კიდე ერთხელ და იმეც გამოთქვამ, რომ საზოგადოება უფრო მეტად დააფასებს და მათ კვალს გაყვება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესენი სამშვიდობოზე გამოვიდნენ და ჩაერთონ იმ ძნელბედობაში და იმ ფერხულში, რომელსაც დღევანდელობა კარნახობს რა. ვითარება აი უმძიმესია, პათოლოგიურ სახეს იღებს ეს ყველაფერი სამწუხაროდ. გაურკვეველი ყველაფერს რაღა შორს მივდივარ და ევროსაბჭოში რო ითქვა რომ პუტინს დაჭერებით და სანქციებით და მაბდამენის უფლებებით და დარღვევებით ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს გადაუსრო უკვე სტატისტიკაც ამაშიც დავწინაურდით შეიძლება. კი ბატონო, ვიცი ახლა ესეთი სამართლიანო და ღირსებას აყრილი მდგომარეობაში როგორ ინსტიტუტები განადგურებული, უმრავლესობა რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ტრაგიკულ ხასიათს იღებს სასულიერო ინსტიტუტების განადგურება. ამაზე კიდე ვილაპარაკებთ და მე ახლა მინდა ბატონო ზურაბ ახლა გადავიდეთ იმაზე და კიდევ ერთხელ მინდა გამოთქვა ჩვენი ეს გუშინ დღეს ხვალ დაიწყო 88 მერაბ კოსტავადანს ვიად განსახურდიან და აი დიადის საქმეები და მონაპორიდან და მიღწევიდან და ზედა იმ ფარგლებში ვართ აღიარებული, როდესაც დამოუკიდებლობის საქსხელი მოეწერა. უზენაე საბჭოს მიერ სამწუხაროდ იქაც ზოგიერთმა ამ იდეის პრივატიზაცია მოინდომეს, საერთოდ პრივატიზაცია და პრიხვატიზაცია ამ ერეს უდიდესი დაავადება, აი ვამბობ სრული პასუხისგებლობით. და რაც უფრო სერიოზულია იდეა, მით უფრო სერიოზული პრივატიზაციები ხდება და მაღალჩინოსნების მიერ და სამწუხაროდ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აქ იყვნენ და ერთდროს გმირები იყვნენ და დღეს ვინ არიან ეს საზოგადოებამ შეაფასოს თვითონ. არ შევჩერდები ამაზე. ახლა ბატონო ზურაბ და ეს მონაპოვარი თუ არ გაუგთხებდი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭები, რომლებიც იქ შედან გმირები, ამ მოვლენასაც ესე შეხედავენ და ეს თანმიმდევრობა, ეს ესტაფეტა, რომელიც მათ უნდა აიღონ, ღირსეულად და გააგრძელონ ცხოვრება. თორემ მე პირდაპირ ვამბობ, ვისაც უყურება პოლიტიკურ ველზე, ლანდშაფტზე, მაგათი იმედი 98%-ის მე არა, მაქვს ვამბობ, სრული პასუხი. ეს თუ გახსოვთ გიორგი მთაწმინდელის იმას აგავს რა. მაშინ რო ჩამოვიდა საქართველოში და რო შეხედა დაიარა მთელი საქართველო და თქვა, რომ ამ ხალხისგან არაფერი არ გამოვა და რა გააკეთა.
5-6 წლის ბავშვს მოკიდა ხელი, წაიყვანა ათონში, განათლება ევროპული სხვათა შორის ბიზანტიურ თეოლოგია, ფილოსოფია და ყველანაირი ეს მაშინ ეკლესია ინტელექტუალური ცენტრი იყო დღევანდელისგან განსხვავებით. აღზარდა ისინი, შემოიყვანა შემდგომ 15 წლის შემდეგ თუ როდესაც მომწიფდნენ და რეფორმები მერე დაიწყო და ეს დიდი ეპოქაც მერე მოვიდა, როგორც ასეთი. ამიტომ მსგავსი რაღაც გარდუალია აქ. თუ არა და აი ამ ჭაობში ვიქნებით და ამ ჭაობში კიდე ჭაობში ყოფნარეთი სრულდება მოგეხსენება. ახლა შევყვეთ ბატონო ზურაბ, მინდა რომ თქვენ აუცილებლად შეაფასოთ ეს 4 ოქტომბრის მომენტი. ოღონდ გთხოვთ ლაკონურად რაც შეიძლება, როგორც თქვენ გახასიათებთ. მის ბავშვებს ის წავიკითხე ვეთანხმებით სრულიად, მაგრამ მეც მინდა თქვენ შეხედოთ ამას დღევანდელობასთან რა კავშირშია ეს შეცდომები, გარდასახვები, ტრანსფორმირებები, მომავალი, იმედი და რა შეიძლება შევხედოთ. ამ და დიალოგის რეჟიმში წარმართოთ და მადლობელი რომ მოგზავნეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ ყოვლისა უნდა აღვნიშნო 4 ოქტომბერი ეს არის თარიღი, როცა ნაწილი საპროტესტო საზოგადოებისა შეცდომაში იქნა შეყვანილი, ნაწილი საპროტესტო საზოგადოებისა ამ 4 ოქტომბრის თარიღის მძევალი იყო. ავხსნი რატომ ამბობ ასე, ხელმძღვანელები, რომლებიც აანონსებდნენ 4 ოქტომბერს, ინიციატორები, რომლებიც აანონსებდნენ 4 ოქტომბერს, აბსოლუტურად არასწორ მიმართულებით წავიდნენ და ყველაზე მთავარზე ვარ ითქვეს ერთობაზე. ანუ საპროტესტო საზოგადოებაში მე არ ვამბობ, რომ საზოგადოების ერთობა არ იყო. არ იყო მსხვილ ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს, სტუდენტურ მოძრაობებს შორის კოორდინაცია არ იყო შექმნილი ერთობის რაღაც ცენტრი, რომელიც რაღაც საპირწონე იქნებოდა იმ ძალისა, რომელსაც უპირისპირდებით. არ შეიქმნა ის ცენტრი, რომელიც უხელმძღვანელებდა პროტესტს, წაიყვანდა, სტრატეგიას განსაზღვრავდა, უხელმძღვანელებდა და გადაწყვეტილებებს მიიღებდა, რისკებს შეაფასებდა და შემდგომ პასუხისმგებლობას აიღებდა ამაზე. ჩემი მუდმივი მოწოდება და საუბარი იყო განსაკუთრებით უმთავრეს ინიციატორთან ბატონ პაატა ბურჭულაძესთან, რომ რაღაც თქვენ როგორც ამბობთ, თლად ისე არ შეიძლება, ვერ შეიძლება მოხდეს იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, უბრალოდ ძალაუფლება უკანონო მითვისებული ხელისუფლებით, რომელიც მიტაცებული ხელისუფლებით, რომელიც არის უბრალო რეჟიმი არ არის, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი და საოკუპაციო რეჟიმთან უფრო ფრთხილად და უფრო გონიერად და უფრო მოქნილად უნდა გვემოქმედა და რომ დეკლარაციის წაკითხვით რომ ძალაუფლებას არ გადმოგვაბარებდა, ამაში მე მუდმივად ეჭვმეპარებოდა, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ეს არ შეიძლება ასე მოხდეს, უბრალოდ გონიერებასთან ახლოს არ არის და ისინი რატომღაც დარწმუნებული იყვნენ, რომ პოლიცია ჩამოიშლებოდა, სახელმწიფო მოხელეები გადმოვიდნენ ოპოზიციის მხარეზე, ამ შემთხვევაში პროტესტის მხარეს და ნელ-ნელა დაიწყებოდა რეჟიმის ჩამოშლა, ხო, სისტემის ჩამოშლა, რომელიც მიიყვანდა ძალაუფლებაში მყოფ ადამიანებს რაღაც შეთანხმებისკენ რო წამოსულიყვნენ აი ამ თემასთან დაკავშირებით. ნუ როგორც მოხდა კი ვნახეთ, ისე აგისრულდა ყველაფერი, როგორც მე ვფიქრობდი, რომ ეს არ გამოვიდოდა ერთობის გარეშე, იმდენად რამდენადაც არ იყო კოორდინაციის დონეზეც, ტელეფონთან საუბრის დონეზეც არ იყო. იყო რაღაც ვიტრო ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ თქვენ არაფერს მომოიკითხავთ, ყველაფერი რიგზე, ამას წყალი არ გაუვა, ყველაფერი გადაწყვეტილია, ხელისუფლებას გადმოვიბარებთ და პატიმრები გარეთ იქნებიან, ევროპული გზა შეუქცევადი გახდა. თავარია ხელი არ შეგვიშალოთ, თავარია ხალხის მობილიზებაში დაგვეხმაროთ, მოიყვანოთ ეს ხალხი. ნუ ჩვენც რეალურად ისე აღმოჩნდა, რომ როგორც აღნიშნე, ძევლები დიდი აღმოჩნდით ამ თარიღის და რომ არ მივსულიყავით, არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მე შეიძლება ამას ისეთი შეფასება მიცემოდა, რომ ხო, ისეთი ხო, რა თქმა უნდა, ისეთი შეფასება მიეცემოდა, რომ აი ხელი რო არ შეგეშალათ, შეიძლება გარანტირებული წარმატება დაგვაკარგინეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენც მოუწოდებდით ყველას, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ყოფილიყო. ჩემი შეხედულება ასეთი იყო, რაც უფრო ბევრი ადამიანი იქნებოდა
აქციაზე მით უფრო მეტი შანსი იყო მშვიდობიანად განვითარებული იყო რაოდენობა შემდგომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა ადამიანები არის 100,000 200 და 9 მილიონი ეს ხუმრობა საქმე აღარ არის თვითონ რეჟიმსაც აფიქრებს ეს ძალიან და უკან დახევის მთავარი წყარო არის ხალხის სიმრავლე თუ გინდა დაახევინო უკან რეჟიმს აქედან გამომდინარე ჩვენც მაქსიმალურად შევეცადეთ მობილიზება მოგვეხდინა ყველას ჩვენი კეთილის მსურველების ჩვენი ნათესავების ჩვენი ახლობლების ჩვენი პატიმრების ხომაგების და ასე შემდეგ და შედგა ის რაც შედგა ცოტა ხალხი ნამდვილად არისო 100,000-ობით ადამიანი მოვიდა მაგრამ შედეგი ვერ დადგა და უფრო მეც გეტყვით ფატალური შედეგი დადგა იმდენად რამდენადაც საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა სუსი ანუ გეგმაში ხო სუსის ხაფანგი იყო და უბრალოდ როგორც ეთერებში აღნიშნე სუსი დააჯდა ამ ოპერაციას მიიყვანა დანაშაული ჩაადენინა და მერე დაჭერები დაიწყო თვითმარქვია პრემიერმა კითხვა რომ ჩვენო მიუშვითო ვიდრე დანაშაულს ჩაიდენდნენო ის ღობეც ძალიან ადვილად დაინგრა პოლიციაც გარეთ არ გააჩერეს იმიტომ რომ ხალხი რო დაინახავდა გაჩერდებოდა და შეღწევაც აღარ მოინდომებდა ხო მით უფრო ბატონ თენგიზ რომ პროვოკატორები იყვნენ ჩანერგილები რომლებმაც პირველი ქვაისროლეს პირველი ღობეს მიაწვენ და ასე შემდეგ ნუ ეს ყველაფერი რომ აირია თავისთავად მერე გამოვიდა პოლიცია მერე დაიწყო უკვე სადამსჯელო ოპერაცია ამან კიდე რა შედეგიც გამოიღო ნახეთ ფატალურია ასობით ლამის ასუტოლდება დაპატიმრებულები მთლიანობაში ძალაუფლება და ძალაუფლებას ხელისუფლება მაშინ ეწოდება როცა შენ დანაშაულის პროვოცირებას კი არ ახდენ პრევენციას ახდენ სახელმწიფო ორგანო ზუსტად იმიტომ ხარ რომ მით უმეტეს სამართალდამცავი რომ თუ შეატყე რომ რაღაც დანაშაული შეიძლება მოხდეს შენი კანონიერი ვალდებულება კანონისმიერი ვალდებულება ეს პრევენცია აღკვეთო ახლა ჩავერთობთ ძალიან თავიდან ბოლომდე გეთანხმებით წინა რეჟიმს რო იმაშებიან წინა რეჟიმის დროსაც ესეთი უმძიმესი რაღაცა მოხდა მე გადახსენეთ ვაზაგაშვილის ასე ვთქვათ ჩასწრებას რომ ამბობდა მაღალჩინოსნები რომ ჩვენო ვიცოდით რომ სად მიდიოდა თუ მიდიოდი რა გეყვეთა იქ რა შუა გზაში კი არა დასაწყისში ფაქტიურად იმას და ჩაცხრილეს ეგ ყოველგვარი იმის გარეშე ანუ შენ პრევენცია კი არა ლიკვიდაცია მოახდინა კი ბატონო სხვა რამე ნუ სხვა ის თუ არა სამართლის დოქტორმა უნდა იცოდეს რომ პრევენცია იყო აუცილებელი და ვინც პრევენციას არ გააკეთებდა სწორედ ისინი იყვნენ დასაპატიმრებლები სწორედ მათ ჩაიდინეს დანაშაული აქედან გამომდინარე მოკლე შეფასება ეს იქნება რომ ინიციატორები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი დიდი უმრავლესობა ადამიანების ამ თარიღის მცევალი იყო და მივიღეთ კატასტროფული შედეგები თუმცა რაღაც დადებითი შეიძლება დავინახოთ და დავიჭიროთ აქ პირველი რაც შეიძლება დადებითი დავინახოთ აქ არის ხალხის რაოდენობა რომელთან დაკავშირებითაც ამბობდნენ რომ უკვე პროტესტი აღარ არის პროტესტი მოკვდა ანუ ჩვენ მოვაგვარეთ ხალხი წავიდა მილევადია და ასე შემდეგ ცალსახად გამოჩნდა რომ პროტესტი არსებობს მუხტი დიდია და მეორე მთავარი კიდე რეალურად სიტყვა რევოლუცია ფიგურირებდა ხშირად ანუ რევოლუციური მშვიდობიანი რევოლუცია მშვიდობიანი დამხობა და ასე შემდეგ რევოლუცია როცა ფიგურირებს მოწოდებაში და 100,000 კაცი გამოვა ეს იმას ნიშნავს რომ 100,000 კაც რევოლუცია მინიმუმ რევოლუციასთან ახლო მოსაზრებები აქვს და რევოლუცია უნდა ხო და სწორედ ეს ძალიან სახიფათო უნდა იყოს რეჟიმისათვის რომ 100,000 კაცი მინიმუმ ყავს ამ ქვეყანაში რომელიც რევოლუციაზე ფიქრობს ხო რევოლუციაზე ფიქრობს თუ ამ ქვეყანაში მშვიდობიანად კანონის დაცვით მშვიდობიანი პროტესტით ბოიკოტით გაფიცვით და ასე შემდეგ საერთაშორისო სამართლით დაშვებული ნორმებით თუ ვერ მიაღწია ცვლილებების მოტანას ამ ქვეყანაში უნდა იცოდეს რეჟიმმა რომ რევოლუციის დაწახილზე 100,000 კაცი გამოვიდა გარეთ და ეს ძალიან საფრთხილო უნდა იყოს მათთვის მე ასე ვფიქრობ გადამესა კიდე ჩავერთობენ მე მარტივად მოხდა ეს რო ეს ხაფანგი რო იქნა დაგებული ასებით მარტივად და გასაგებად ახსენეთ ეს მარტო ეს არისო იმ ჯგუფის ასე თქვა და იმ 100 კაცის თუ რამ ზუსტად ვერ ვეთქვი რამდენი აიყვანა თავარი მომენტი ამ ხაფანგის სტრატეგია იყო რომ
მთელი ასე ვთქვათ ეს ვინც კი იყო იქ შეკრებილი მოეხვია თავზე რომ ისინი თანამონაწილე იყვნენ ამ პროცესის საბედნიეროდ იქ თვითონ ხალხიც იყო მეც იქ ვიყავი და უყურებდი ამას ჩემი თვალით ახლა მე კი ეცეთ დიდი გამოცდილება მაქვს უდიდესი რა ამ საქმე ისეთ ისტორიულ პროცესებში ვარ მოყოლილი საბახშო ბაღია პირდაპირ გეუბნებით მაგრამ დავანებოთ თავი ახლა საბახშო ბაღია თუ რა არის ყოველ შემთხვევაში ქართელმა იქ ყოფნა ადამიანებმა გამოსდა სწორედ ჩააბარეს ამ თვალსაზრისით რომ არ აყვენ აი ამ იმას რაღაცა პარტიული რაღაც ეს თამაში იყო ვიწრო თან უნიჭოდ დაგეგმული თან პრივატიზირებული როგორც ასეთი და რაღაც ერთი არ მინდა ახლა მაგ პარტიაზე კიდე თავიდან ვილაპარაკო თავიანთი გაჭირვება ყოფნის და იმედია რაღაცას დასკვნებს გამოიტანენ და ეს ხალხი არ აყვა მაგათ რა უფრო მეტიც თვითონ იმ პარტიის წარმომადგენლებს დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქცია და ბოლოს ეს რითი დამთავრდა სამარცხვინოდ ეს ორი კაცი მეფელერევით მარტო რო დარჩენ გახსოვთ და ორი ქალბატონის მეტი იქ არავინ არ მივიდა რომ ხო და აი სანამ და თვითონ მაგათმა იმ მომენტში გააცნობიერეს თავიანთი შეცდომები თუ ცდომილებები თუ და დღემდე ველოდებით მათ ახსნა განმარტებას თუ ვინ იყო მოღალატე და ვინ არა და არ გითხრა ახლა მე ნაკლებად მაინტერესებს ეს რა მაგრამ თვითონ ფაქტი ის რომ საზოგადოება გაიზარდა და თავს ვერ მოახვიეს აი ეს თავარი ფორმულა რომ ეს აბსოლუტური შემდგომ უკვე დაედანაშაულად ვისაც უნდა და შემდგომ ეს დარჩა რაღაც ძალიან ისე რა დისტანციურად ხალი გაემიჯნა შეიძლება ითქვას აი ამ არასწორ ასე თქვა პროექტს და ამიტომ დასკვნა აქედან რა მხოლოდ უნივერსალური აი საყოველთაო რაღაც ესეთი მაღალი თანხმობა მაშინ არის რეზულტატიანი როდესაც დიდ სტრატეგიულ ფუნდამენტალურ საკითხებზე თანხდები კონკრეტულ ვითარებაში და ისტორიულ მონაკვეთზე რა აი ამ შემთხვევაში რომ ყველა თანხმობას თავისი ისა აქვს ხანდახან თანხმობა არაფერს მომტანე ხანდახან ბოროტებას აჩუქს მაგალითად გერმანიის შემთხვევაში დღევანდელი რუსეთის შემთხვევაში უმრავლესობა პუტინს ხალხს უჭერს კაცო ესენი დაავადებული ხალხია სამკურნალო და გერმანიის შემთხვევაში გოეთე, შილერის, მოცარტის, ბეთჰოვენის, გიგანტების, რა ვიცი, მაისტერის ხატი ვინ არ ყავდათ, ხო, ყველა სფეროში რა, მსოფლიო ნაკრებზე მეტია, ხო, ვერ უზრუნველყო ამ ნაციამ ესეთი დაავადება რომ თავიდან აეცილებინა. ესეთ რაღაც ტრაგიკული რაღაცებია და ამიტომ დასკვნა ყველა სახელმწიფო უნდა გამოიტანოს თვითონ თავის თავზე, ან სხვის მაგალითზე. ახლა ამაზე მეტი ახლა თუ არ გესმის ეს საკითხები რა გინდა პოლიტიკაში ელემენტარულად. ესე იგი არასერიოზული კაცი ხარ რა, მე მგონი მეთანხმებით და ამიტომ დასკვნა იმისი რომ უნდა გაკეთდეს ახლა ისეთი წარმონაქმნი და თან ურთულეს პირობებში ვარ ჩვენ შეურაცხოთ ხალხთან აგვაქვს საქმე. აი ერთხას რომ მიიმწყდებენ კედელთან და ყოველ მხრივ გამოუვალ მდგომარეობაში რო არ მან ახლა გაუთვლელი ნაბიჯები და ეს შეიძლება მოყვას. დიახ, შეიძლება რაღაც თავის დააზიანოს თავის ოჯახიც ქვეყანას და ესენი რომ თავის ოჯახს და შთამომავლობას იმაშვებიან ადანაშაული აზიანებენ რა ვიცი ახლა რუსტველი მახსენდება იგი მიენდო სოფელსა ვინცა თავის ამტერიაო ამაზე არის ეს გამოჭრილი რა ვიცი ახლა ბატონ მე მინდა აი ამ თემაზეც რო შევყვეთ რა იმიტომ რომ ამ კონკრეტიზაციის ახლა კიდევ მაგათი უდიდესი შესრულება კიდე რა იყო სტრატეგიული იდეის დამალვა როგორც ასეთი და კონსპირაციულ სფეროში გადატანა არის სისულელე შეიძლება ტაქტიკა გადაეტანო იდუმარში არ გამიმხილო მე იქ ყოფ ადამიანს და რაღაც მოულოდნელი ლავირება დაიწყო და მოქნილება მაგრამ სტრატეგიის დამალვა არ შეიძლება მithumetes ახლა შენზე გაცილებით მეტი სხვასაა გაკეთებული ისტორიულად გონებრივად ყველანაირად ყველა თვალსაზრისით და ახლა ამათ რო უმალავ შენ ესე იგი პრივატიზაციას ახდენ ან შენ ეგოცენტრულ სამყაროზე ხარ რაღაც ჩამოკიდებული ან რაღაც ზმანებები გაკავშირებს რაღაც გაუგებარ ბუნდოვან საკითხებთან მე მგონი დამეთანხმებით
აი ამ საკითხზე მინდოდა თქვენი აი კონკრეტიზაცია შემდგომ რომ უახდით იმიტომ თვით ორგანიზაცია როგორ უნდა მოხდეს კიდევ გართულებულია ყოველ ახლა ადამიანი იმის ეუტოს უმაღლეს იმის წარმომადგენელს ფინელ საგარეო საქმეთა მინისტრს აგროძანდებოდა მიტინგზე რომ მივიდა $5,000 ჯარიმას რო აკიდებდა მე არ ეს რა ვიცი გინესის რეკორდებში შეიძლება შევიდენ რა თან ვინ აკეთებს ამას უკაცრავად და ეს შეშარა კურდღელი ხალხი რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არც გაურისკავთ არც გაუკეთებია და იმ სამყაროსთან სადაც გერმანიის ელს რო აგინებენ ახლა იძულებული რო გახდა გერმანიის ფაქტიურად გაწევა არის ხო და აი ამ ვითარებაში იმას აგინებ ყველაზე უფრო ამას აკეთებს ეს ხალხი რომელთანაც არც გაურისკავთ არაფერი ცხოვრებაში არო და განათლება იმ გერმანიიდან აქვს მიღებული და როგორც ასეთი მაგისტრალი იქი დაამთავრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი მე ამ საკითხებზე მინდა თქვენ იმიტომ რომ ყველაფერი უნდა შევაფასოთ იქნებ პაუზა ჯობია იქნებ რა ჯობია იქნებ გავატაროთ იქნებ რაღაც ერთი ხედვა ხო უნდა ჩამოყალიბდეს ახლა პარტიულობის დრო რო დამთავრდა ამას ეს ხალხი კიდევ თუ ვერ ხვდება და რაღაც წარსული და მეორე ნომერი ვარ და წლების განმავლობაში და რო ბაქიბუქობ რაღაცები საბაქიბუქო არაფერი არა გაქვს როგორც ასეთი პლუსი და მინუსი რო ავწონდაწონოთ ესეც საკითხავია მინუსი მეტია მაგათი გაკეთებულ საქმეებში თუ პლუსი როგორც ასეთი ამიტომ დავივიწყოთ კარგი ეს ვაპატიოთ თუ ან გავატაროთ მოდი ოღონდ იმის გათვალისწინებით რომ აი საერთო თანხმობა უნდა მოხდეს სტრატეგია უნდა დაიდოს როგორც ასეთი და ფუნქციები უნდა განაწილდეს და ჩართულობა როგორც ასეთი რა როგორც თქვენა თქვით რომ ეს არ უნდა იყოს რაღაც დისტანციური და რაღაც კონსპირაციული და რაღაც ასე შემდეგ კონსპირაცია დღეს ვერ მოიგებ გამორიცხულია ხანდახან ხდება ოღონდ კიდევ მეორე კონსპირაცია უნდა იყოს მხოლოდ ტაქტიკაში გთხოვთ რა ამაზე თქვა მოგახსენებთ ჯერ ცოტათ იმას დავამატებ რომ საერთოდ ხიბლში შევიდნენ ინიციატორები და რატომ ისეთი გარანტიები მიიღეს და ისე შეიყვანეს შეცდომაში რომ აი ამ ვიწრო ჯგუფმა რომელიც უკანაც მხოლოდ ერთი პარტია ედგა იფიქრეს რომ ძალაუფლება ლანგარზე მოერთმებოდათ და აი საორგანიზაციო ჯგუფში არავინ არ შეიყვანეს რომ აი ძალაუფლება არავისთვის არ გაეყოთ აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა ის ხო არ ეგონა წარმოსახვით ვარდების ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია კიდე რა იყო მე კარგად ვიცი კი ბატონო გასაგებია თემაზე ახლა არ შევიდეთ არც თქვენ გაკადრებთ და არც ჩვენს მენელს საკები ვილაპარაკოთ აი მაგ დროს რომ მოხდა იმის გადმობირებები გახსოვთ ვინ იყო იმის აღმოადგენელი უშიშროებით რაგვარი ხაბურზანია რო ვალერი ხაბურზანია შემდგომი კარები რო გაუღეს შემდგომი ხაბურზანია დღესაც მოსკოვში იქ რევოლუციის დროს მეორე პირი რევოლუციონერი ხელისუფლების მეორე პირი იყო ეგრეთ ხო არა განსხვავებას უნდა ხედავდნენ ივანოვი ჩამოვიდა დაკლადე გაუკეთა იგივე ივანოვმა ასლანაბაშიძე წაიყვანა და ბევრია ესეთი რა მინიმუმ კითხვის ნიშნება შეიძლება მაგხილში სწორედ ეგ იყო ყველაზე დიდი შეცდომა ანუ სუსმა ამ შემთხვევაში წამოაგოს სწორედ ამაზე რომ აი ეს პირდაპირ გერთმებათ ეს გეძლევათ ეს ძალაუფლება და რატომ უნდა გავუყოთ ხო გამოიყენეთ ეხლა თქვენი დრო რატომ უნდა გავუყოთ სხვას ეხლა ვიყავით თქვენ არ არის საჭირო იქ ეხლა რაღაც დიდი ერთობის შექმნა რაღაც სტრუქტურების ჩამოყალიბება ხო რა ჩვენ გადავწყვიტოთ გადაიბარებთ და მე მიხედავთ რა თქვენ და აი ამ ხიბლში იყვნენ რომ არავის არ იკარებდნენ არ მოიკითხო წყალი არ გავა შენიშვილი სახში იქნება ასეთი განმარტებები იყო დანარჩენი არ მოიკითხო აი ამ ხაფანგში ამოყეს კიდე თავი გარდა იმისა რომ ათონელის სასახლესთან ხაფანგი იყო ხაფანგი თავიდანვე იყო დაგებული იცოდნენ ამათი მიდგომა რომ პრივატიზაცია პრივატიზაციაზე ყველა პროცესის თავში მოჯდომა და დაჭერა უნდა და პრივატ მართვა უნდათ და ზუსტად მათი ხასიათი იცოდნენ ამიტომ ის შესთავაზეს რომ არავინ არ მიეკარებინათ ახლოს შემდგომში ეხლა რა უნდა მოხდეს რა უნდა გავაკეთოთ მე კონკრეტულად მაგ საორგანიზაციაში რო ყოფილიყავი რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს აქცენტებს გავაკეთებდი პირველი და აუცილებელი რაც არის ეს არის აქციის მშვიდობიანობა მშვიდობიანი აქცია არის მთავარი მტერი ამათი ამათ სურვილი კი ბატონო კი ანუ ამათი მთავარი საქმე დიდი აქციების დროს არის აქციები გაიყვანონ საკონსტიტუციო საკანონმდებლო ფარგლებს გარეთ
და ამისთვის ყავთ უამრავი პროვოკატორი სუსის და შსს ჩანერგილი აგენტები, რომლებიც ყოველთვის ესკალაციას ახდენენ პოლიციასთან და პოლიცია ვეგულობს გადაწყვეტილებას დარბევის. ანუ პირველი და აუცილებელი რაც მოთხოვნა იქნებოდა ჩემი მე რომ ჯგუფში ყოფილიყავი, ვეტყოდი რომ არავინ არ გადაუხვიოს მშვიდობიან გზას. მხოლოდ მშვიდობიანი, აბსოლუტურად მშვიდობიანი პიკეტირება, გაფიცვა, დაუმორჩილებლობა, ოღონდ კანონით, კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. მეორე საკითხი, აბსოლუტური გამჭვირვალობა გეგმის, კონსპირაცია და რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებები არა. იმიტომ რომ ყველაფერი ყველგან ისმინება, ვინ არავის არ ეგონოს დღეს, რომ სადღაც დაჯდება სარდაფში პირობითად რკინის კარს მოიხურავს და იქ ვერ მოусმენენ, ყველას უსმენენ, მით უფრო რომ მთავარი რატომ არის რომ კონსპირაცია არ იყოს და იყოს გამჭვირვალე, იმიტომ რომ ზუსტად უნდა იცოდეს რეჟიმმაც რომ არ გეშინია მის პირველ რო არ გეშინია, ამას ღიად გეგმა. იმიტომ არ გეშინია, რომ კანონის ფარგლებს არ ცდები, მშვიდობიანია, კანონიერად აკეთებ, სწორად აკეთებ, ვერ შემოგედავ. სამართლიანობა შენსკენ არის, კანონი შენსკენ არის, მშვიდობიანად აკეთებ, რა დავმალო, დასამალიც არაფერი მაქვს, გამჭვირვალედ ვაკეთებ ამას. თავარი მომენტი აქ გამოსაყენებელი არის რა იცით? აი საჭადრაკო დაფასზე ხო ორი მოწინააღმდეგე მხარე ზის და ჩანს ყველა ფიგურა რომელიც ადგას ხო, მაგრამ ხომ არ იცის რასვლას გააკეთებ. აი თავარი საქმე ამ შემთხვევაში იყო რასვლას გააკეთებ, მე შენ ის ვერ უნდა მიგიხვდეს. გამჭვირვალე უნდა იყოს გეგმა და ყველაფერი, მაგრამ აი გადამწყვეტ მომენტში რომელსვლას გააკეთებ ისეც რომელსაც ვერ გამოგიჭერს, აი ეგ იყო მთავარი გასაკეთებელი, რაც ვერ გააკეთეს. ამავდროულად თვითონ აქცია იყო აბსოლუტურად მომზადებელი, აუცილებლად საჭირო იყო აქციის დაცვის უზრუნველყოფა, თავისი რაციებით, თავისი მამაკაცური ძალა ეგრეთ წოდებული მათ ტერმინს გამოვიყენებ, დაცვის და მშვიდობიანი აქციის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი იყო. მეცაც გეტყვით, ძალიან ადვილი იყო სამხრე კამერების შეძენა და გაკეთება. კამერებს და ყველაზე მთავარი კიდე ერთი, არასოდეს აქცია არ უნდა იყოს თავდასხმით პოზიციაში, სულ უნდა იყოს თავდაცვის პოზიციაში. ანუ შენ კანონიერად დგახარ, თავს გესხმიან ნიგერიებ. შენი სამხრე კამერა იღებს მის ძალადობას. აი ეს სურათ აფიქსირებს ყველაფერს აბსოლუტურად, ისე რომ თავდაცვაში ხელს არ გიშლის. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხარ კანონიერია, მშვიდობიანი აქცია გაქვს კანონიერია, გამჭვირვალე გეგმა გაქვს კანონიერია, კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებში ჯდები და დაცვით უზრუნველყოფილია ეს ყველაფერი. აი ამ ყველაფერს დავაყენებდი, ამ საკითხებს დავაყენებდი და აუცილებლად მოვითხოვდი, რომ საორგანიზაციო ჯგუფში ყოფილიყვნენ კომპეტენტური ადამიანები, სამხედრო პირის, ფსიქოლოგიც, პოლიტიკოსიც, სტუდენტური მოძრაობებიდან, სამოქალაქო მოძრაობებიდან და ასე შემდეგ. დაახლოებით 20-30 კაცის ფარგლებში იქნებოდა ბირთვი, რომელიც სტრატეგია კაი ტერმინია შეგვიძლია გამოვიყენოთ ეროვნული თანხმობის ნაკრები. დიახ. აი ამ ბირთს უნდა ემართა. ამ ბირთს უნდა ემართა ეს. პარტია არის, კლუბები, ნაკრები არის, გაერთიანებული. ეხლა დღეს რა მოცემულობა გვაქვს? პარტიები, როგორც აღნიშნეთ, არის აბსოლუტურად ურეიტინგო განულებულია და დღეს თვითონ პარტიები აღარ უნდა იყვნენ იმ პოზიციაში, რომ ეცადონ ეხლა, რომ რაღაც რეანიმაცია რომ მოხდება საპროტესტო, იქაც თავში მოქცევა რომ გადაწყვიტონ, ამისაგან ვარი უნდა თქვან წინასწარ. ამ ყველაფერს სამოქალაქო საზოგადოება უნდა ჩაუდგეს სათავეში და გვერდში უნდა დაუდგენ პროევროპული პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები და ასე შემდეგ. და ეს მე წარმომიდგენია ისევ იმ ფორმატში, როგორც გითხარით, ბირთვი, საპირწონე, ჭკვიანი, გონიერი, კომპეტენტური ადამიანების, რომელიც დაგეგმავს სტრატეგიას, გამორიცხავს რისკებს, შეისწავლის, გამოიკვლევს, გადაწყვეტილებას მიიღებს, უხელმძღვანელებს, წაიყვანს, პასუხისმგებლობას აიღებს. აი ამ ფორმატში უნდა შევძლოთ, უახლოეს მომავალში შევქმნათ ასეთი ფორმატი და ხელახლა დავიწყოთ აბსოლუტურად მშვიდობიანი, აბსოლუტურად გამჭვირვალე ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. ის ხალხი შევა ბატონო ზურაბ, ახლა პარლამენტში რო შევდია. ხო, პარლამენტში აუცილებლად ძალიან დიდი მავნებლობაა. ეს არის ნახეთ რეჟიმს როცა ძალიან უჭირს, მაშინ ხდება რაღაცეები ოპოზიციის ფლანგზე. ძალიან უჭირდათ მაშინ როცა ორად გაიხლიჩენ და არჩევნებისკენ წავიდა ორი.
ახლა კიდე ფაქტობრივად 4-ში ხომ დიდი გამარჯვება მოიპოვეს ბჭყალებში გამარჯვება მიუხედავად ამისა ძალიან რთულ სიტუაციაში არის დღესაც რეჟიმი საერთაშორისო სიტუაცია შიგა სიტუაცია პროტესტი ვერ მოსპო ვერ ჩაკლა თავისი მომხრეებიც ძალიან ბევრი გააღიზიანა ძალიან ბევრი პატიმარმა მოიყარა თავი ადმინისტრაციული კანონმდებლობა გამკაცრდა და ეს კანონმდებლობა მარტო აქციის მონაწილეებს ხო არ ეხება ხო თვითონ ოცნების მომხრეების დიდი უმრავლესობა ამ კანონის სხერპლი გახდება და მე ტირილი და წუწუნი გვიანი იქნება ანუ ის ოცნების ამომრჩეველი ფიქრობს რომ ეს კანონები არსად ხო არ წავა ჩვენ რომ მოგვინელებენ მე ვიცი დრო დადგება მათი დრო დადგება ამიტომ შეშინებული არიან ამ ყველაფრისაგან და დღეს რეჟიმი კიდე ამ პროცესების და ამ პირობების გათვალისწინებით ძალიან ჩიხშია და კუთხეშია მიმწყდეული და ამ დროს გახარიას პარტიამ გადაუგდო კიდე აი ის საშველი რაღაცა რაც პარლამენტში შესვლა ქვია აბსოლუტურად მავნებლურია კატეგორიულად არ ვეთანხმები ბოიკოტი კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით ძალაუფლებას არ დათმობს ამ ხელისუფლებას ჭირდება ძლიერი საპროტესტო საერთო სახალხო ფრონტი რომელსაც უხელმძღვანელებს როგორც აღნიშნეთ კომპეტენტურ ადამიანთა დიდი ჯგუფი და აბსოლუტურად კანონიერი გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტებით დაცული საპროტესტო მოძრაობით შეიძლება ვაიძულოთ გადადგეს სხვა შემთხვევაში ისეთი არჩევნები დავანიშნინოთ, რომელსაც თვითონ ვერ გააკონტროლებს სრულად, პარიტეტულ საწყისებზე იქნება CSGO, საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლება და ასე შემდეგ. ანუ მე მახსენდება ზვიად გამსახურდიას პერიოდი კომუნისტებს, როგორ შეუქმნა სიტუაცია არჩევნების მრავალპარტიული დაანიშნინა და ისეთი მორალური და ისეთი უპირატესობები ქონდა კომუნისტებთან მიმართებაში წინასწარ, რომ გარანტირებული გამარჯვება ხელში ქონდა გარანტირებული გამარჯვება. დაახლოებით ასეთი სიტუაცია უნდა შევუქმნათ ჩვენ ოცნების ძალაუფლებას და ან გადაწყვეტს რომ ხელისუფლება დათმოს, ან გადაწყვეტს ჩაატაროს ზუსტად ისეთი არჩევნები, როგორ არჩევნებზეც გითხარით ზვიად გამსახურდიას დროინდელ არჩევნებს გულწრფელ კომუნისტების პერიოდს. ჩართვა უნდა გავაკეთო თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა ახლა ზვიადი მაშინ დიდო სტატი იყო, მაგრამ მათ გადამწყვეტეს სიტყვა 9 აპრილის ხმიერებმა თქოს. იქ ვიხავი და ახლა ჩანზე უკეთებდა ჩვენ არ გვყავს ეგეთი მსხვერპლი ღმერთთან უკნას კიდე, მაგრამ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრების მთელი არმია, რომელიც აი ეს ზალა. დიახ, ხო. აი პოლიტპატიმრების მთელი არმია გვყავს, რომელიც ესეთი არა, დათათუთაშხიაში რო არის, მუშინი ზარანდია რო ეუბნება თავისი მამის და დედის თანდასწრებით, დათა უნდა ჩავიდეს ციხეში და გარანტი მე ვიქნები რომ ყველაფერი კარგად იქნება და ის რომ დედამეს უბრალოდ დედობილის და მამობილის ხათრი დათანხმდება ამას შევა ციხეში და ჩაჯდება მართლა და ცოტა თითქმის ბოლომდე იჯდება, მაგრამ გამოდენიმე დღე იყო და გამოდეს იქიდან შენ რატო გამოდიხარო კაცო ცოტა ხანში ისეც მიდიხარ მე ყოველთვის თავისუფალი ანუ იმით უთხარა რომ ის დაგაორე შეთანხმება რომელიც იყო ეს ამათ სხვა ხათრით გააკეთა და ამ შემთხვევაში თუ თაშხიას შესვლა თხოვნით იყო გამოსვლა როცა უნდა მაშინ გამოვიდა ამ შემთხვევაში წყალებს არ გაქვს მაგრამ ყველა ხდება თუ თაშხიას ვარიანტი იყო ეს თუ თავისუფალი იყო თუ თაშხიას ეს თავისუფლები არ არიან როგორც ასეთი რამოდენიმე პერსონაჟზე მკლაპარაკი არ არის საჭირო ახლა ყველა ხდება რაზე არის ლაპარაკი და ახლა ისე არ უნდა მოხდეს რომ როგორც ახლა გახარია საქართველოსთვის რომ მოიქცა ჯერ ვერ გავიგე ხარა ზვიად გამსახურდიას და მერა კოსტავა ბლოკი რო შეექმნა და მერა კოსტავა და ზვიად გამსახურდია საქართველოსთვის დაერქმიათ ეს სახელი მაგათმა არ იკადრეს და ერთი კადრი ბუნდერაზე გიარა ესე იგი ძალიან პატარა კაცი უნდა იყო ახლა ეს მათქმევენ არ მიდოდა ამ სიტყვის მაგრამ ესეთი რაღაცა გაბედო და საქართველოს აკადრო მაშინ როდესაც ჩემი ასე თქვა ისტორია და რაღაც თავიდან ბოლომდე ბიზნესი ევარჩენის წყალობაზე არის დამოკიდებული მეტი არაფერი და დაფუძნებული ხო ესე არ გამოვიდეს რომ ბატონო ზურაბ რო შემდგომ ამ ანალოგიურ რაღაც დანაშაულებრივი და რაღაც იდიოტურს ესე ვიტყოდი ამას თქვა შეიძლება არაფრის მომცეს მათ შორის თავიანთი ისტორიისთვის საკუთარი
მატერიალური სარგებლობის 14000 ლარის გარდა, არა მგონია რამე დივიდენდები მიიღო ამის გარდა. ისე არ გამოვიდეს, რომ შხვებმაც მიბაძონდა თვითონ მერე სავაჭრო იმაზე, რომ ამეკლია დაიდოს და რაღაცები დაიდოს. საზოგადოება მიცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც რო წავიდნენ, აბსოლუტურად წაგებულ ომში წავიდნენ და თვით ამ პარტიების სოლიდურმა ნაწილმა დატოვა პარტია და წამოვიდა სწორედ იმიტომ არჩევნებში რომ მიდიოდნენ. ერთიანი ბოიკოტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა. ეხლა მიზეზობენ, რომ აი ბოიკოტმა ეს შედეგი გამოიღო, რაც მივიღეთო 4 ოქტომბერსო, მაგრამ ერთიანი სახალხო ფრონტი რო ყოფილიყო და ერთიანი ანუ ეს პარტიები რო არჩევნებში არ წასულიყვნენ, აბსოლუტურად სუსხმა მოცემულობა იქნებოდა აქეთ. სუსხმა მოცემულობა იქნებოდა აქეთ და არ იქნებოდა ადამიანები ორად გაყოფილი არ იქნებოდა. ყველაზე დიდი დანაშაული რაც გახლეჩა ბატონო ზურა მონოლითურობა მოარღვიეს საპროტესტო საზოგადოებას. მორალზე არ ვლაპარაკობ. მორალს ვერანაირ კრიტიკას. პოლიტიკაში ახლა მორალი ცოტა საკამათოა. დიახ, კი, ეთამა. არ არის თავარი მოკლედ რეზულტატი. მაგრამ აი რეზულტატი თუ რაც მაგათმა გააკეთეს ერთი რაც უდიდესი ცოდვა და ის ჩაიდინეს, რომლის გამოსწორებასაც დიდი ძალისხმევა დაჭირდება. ეს არის კოალიციური მთავრობის პერსპექტივა და იდეა დიდი ხნით მოკლეს. და ჩვენი ყველაზე დიდი ძალისხმევა ეს თუ გაკეთდა ეს ორგანო, რაზეც ვლაპარაკობთ, ეროვნული თანხმობის ნაკრები, ხო? ყველაზე დიდი ძალისხმევა იქნება, რომ ეს წმენა დაუბრუნო, ასე ვთქვათ, ხაზს და დაარწმუნო იმაში, ისე ქვეყანას როგორ მართავს. დაუშვათ წავიდა ბიძინა, წავიდა ესენი რა, ეს რაღაც აცოდავი გაუგვებრო ხიმერები ვიღაც, არ მოუდგენელი ხარ. დაუშვათ წავიდა და გაბარაკეთ რას გააკეთებს. ამის გარეშე, რამეს გააკეთებს. ვერაფერს ვერ წარმოუდგენელი ეს ახლა ისეთი რაღაცა არის, რომ ხა მე და თქვენ თვარეზე უფრო აუფრინდებით, ვიდრე ეს თავის გაკეთება. ეხლა ამ შესულით რა იქნება, ნახეთ, დაცინვის ობიექტები გახდებიან პარლამენტში. გააბიტურებენ, დასცინებენ, აბუჩა დაიგდებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ და აი ამ საწოდაობას უნდა უყუროს მერე საზოგადოება, რა. ეს ადამიანებს დაგახმოს ყველას. კი ბატონო. ხო და წინასწარ წაგებულ ომში შესulis მიზანი რა არის? მიზანი რა არის? აი რაღაც მერკანტილურ რაღაცაზე დახარბდი და ხელს აწერ ალბათ რაღაც პრივილეგიები, აბსოლუტურად ხელფასები და ასე შემდეგ. დიახ, რომელი ორი? შევა თუ არა მე მაშინ. პირველი საბჭოს წევრი, რომელიც ყველა პარტიაში და ყველა პარლამენტში ვიღაცა შეიყვანა, გახარია პარტიას და და ვინ არის? ვინ არის აქ? სუიაძე ვლაპარაკობ. ძიძიგური? პირველი 12 ამოვარდა, ეხლა მეორე 12 შედის. და იქ არ არის სუია ძიძიგური. ეგ და კიდე არის თეონა აკუბარდიას მენანება. არც ერთი არ არის. არ არის. ეგენი იყვნენ პირველ 12-ში და მეორე 12-ია, იმათ უფლებამოსილება შესაძლებელი. პერსონალურად. კი ბატონო, არც ერთი არ არიან ეგენი. ხომ ეთახმებით რა ეს ცოტა მაგ ეხლა ორი ესეთი მეტნაკლებად ცნობადი კალბატონია, ფირფანი და ხორგვანი, დანარჩენები დიდად ვერ ვიცანი. ერთიც მე მგონი ბათუმის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძეა, მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო ერთი პერიოდი ბათუმში ოცნების დროს, ოცნების ხელისუფლების დროს. მე დანარჩენები ესეთი ცნობადი სახეები არ არიან. კარგი, მაგაზე ამდენი ლაპარაკი. კი ბატონო, მაგრამ მთლიანობაში დღევანდელი მოცემულობა და სიახლე დღევანდელი ეს არის და სათქმელად გახდეთ, თორემ მაგაზე 100 წელი არ ვილაპარაკებდე. ახლა იმაზე მინდა ახლა აჭარეს იმაზე ჩამოვარდა. დიახ. თქვენ გამაინტერესებს განსაკუთრებით ეს ფაქტიურად ტერაქტი რომ მოუწყვეს რა. თავის აჭარეს რიჟვაძეს? ბატონო? რიჟვაძეს. ოჰო, დიახ. თორნიკე რიჟვაძეს. აი მაგ პროცესებს ასე თქვა როგორ უყურებთ და ეს მე მინდა განვაზოგავდოთ როგორც ასეთი, იმიტომ რომ დღევანდელობასთან ეს პირდაპირ კავშირში არის. ეს ერთი სქემა არის, იმიტომ რომ ახლა იგივე გახარიასთან რო დავასრულოთ, რატო გახარია, რატო გადადგა? მაშინ ეს მელიას დაჭერა და რაღაც ძალისმიერის რო იყო ეს ესკალატორი და იმაზე თქვა უარი და სწორედ მოიქცა როგორც ასეთი და შემდგომ მაშინ კალაძეს
ამის კიდე კობახიძეს და ღარიბაშვილის კლანმა ჩააჩოჭა ფაქტიურად ერთ თამაშიდან აიყვანა. შემოგდებულიც იყო რა ვიცი. ვერ ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ფაქტია რომ ეგ მოხდა. ახლა ეგ რო არ მოხდარიყო და ცოტა სხვა რაღაცა, ახლა სხვა მაგრამ იგივე სქემა, იგივე მოდელია, იგივე ვირთაგვაჭამიანის ასე თქვა ომია, ნამდვილი ვირთაგვაჭამია კი არ გამოყავთ, რომელიც ახლა ოქროს ფასი ეს გემზე, არამედ გამოყავთ რაღაც საშინელი. გამიგეთ ხო, სხვა ჯიშის ვირთაგვაჭამიაზეა აქ ლაპარაკი, მე მგონი მეტახვებით. აი ამ პროცესზე მინდა თქვენი ყურადღებას ასე. ნახეთ მე ამაზე ჩვენ შესაძლოა უნდა დავინახოთ ახლა იქ რა შანსები გვაქვს, როგორ არის, რანაირად რომ ტაქტიკა სწორედ კი ბატონო სტრატეგიაზე ვიგაბა. კი ბატონო, ნახეთ მაგ როგორ აქაც ორი მთავარი მიმართულება აქვს აღებული ძალაუფლებაში მყოფ ხელისუფლებას, რომ ესე იგი თითქოს აჩვენოს თავის ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის, ამავდროულად ძალაუფლებას და ფინანსებს ერთი კლანი შიგნით იბარებს მეორე კლანისაგან. მაგრამ ეს უნდა წარმოაჩინონ როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. რაც შეეხება თვითონ რიჟვაძეს, ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო, ოჯახი, მამამისი თვითონ, რა თქმა უნდა, მამამისმა ჩაუყარა საფუძველი, ყოფილი პოლიციელი, ეს ის კაცი იყო, რომელიც 2012 წელში ბეშუმში არ უშვებდა ბიძინა ივანიშვილის წინ გადაეღობა, ბეშუმის პოლიციის უფროსი იყო, ხულოს პოლიციის უფროსი გადაეღობა და ბიძინა ივანიშვილს არ უშვებდა ბეშუმში 2012 წელში ნაცების დროს. და შემდგომ ისე შებრუნდა სიტუაცია, რომ შვილი გახდა პრემიერ-მინისტრი აჭარის, ეს სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთელი ძალაუფლება და მთელი კორუფცია იმ დონეზე იყო, რომ მართლა ასობით მილიონი მოიპარეს და გაფლანგეს, შეჭამეს და აგროვეს და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მთავარი მომენტი რა არის, რომ დღეს ამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კანონის დაცვით არ მიმდინარეობს. ნახეთ როგორი სიტუაცია და იქ არ არის კიდე რომ შედიან ჩხრეკენ ამოიღებენ რამდენი ამოიღებენ. ნახეთ ერთი ეუბნება რომ მიდით ახლა ეს გაჩხრიკეთ და რაც აქვს ყველაფერი ამოიღეთ. იქიდან პირობითად 100 მილიონი მილიონი აჩენი საბაგივით მეკ კერძო შულაბაში შემდგომ გამომდინარე ორი საჭიროა ახლა ბიზნესმენი ჩინოვნიკი რომლებიც ამდიდან უკვე დაცილებული და გაგებულებს ეცნიან ჩინოვნიკებს დარჩეთ ფული ასობით მილიონის სამღებიანი მის გუნდში რომ ეს ბიზნესმენისთვის აშიშია და
გელად. იმიტომ რომ ზუსტად ის სტრუქტურა ზუსტად შემადგენლობა და ზუსტად სტრუქტურის ნაწილი თვითონ შორსაც დაიწყო და დიდი შინასახელთა სამინისტროს რეფორმები აღმოჩნდა პირიქით და ამ სისტემის გამართვა, იმიტომ მომელოულმა და ზუსტად ამაც ეგეცის და სპარტერა და
მართლა ეზიოსი უნდა იყოს ეს ხალხ არ გამოიყვანს ერთიანობა ეს არის გადასული სხვა და ამის გარეშე არცერთ პროტესტს არ გაუმარჯვია ერთიანობის გარეშე ეს ერთიანობა მიიღება ამ